ეს ამბავი ფეხებზე კიდიათ. ვიცი ზოგისთვის ეს ამბავი მხოლოდ სტატისტიკა, რადგან რუსი ბორიას გრუზინჩიკები ხართ. მინდა გახაროთ, რომ დამპალი იმპერიის განაპირა პროვინციაში ყველა გათანაობდით. ახლა ყველას გაქვთ ნაჭამი კარის ოლიგარქის ძელეცი ბიზნესმენის რძე და ყველი. რძე და ყველი არა მარტო თქვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა, მეუღლეებმა, დედებმა, მამებმა, მეგობრებმა და ასე შემდეგ მიირთვეს. მაგრამ არა უშავს, არ ინერვიულოთ. სოლაკის ქედზე ხომ თქვენს ბატონს საკუთარი ლაბორატორია აქვს და ყოველდღე ამოწმებს რას ჭამს და რას სვავს. თავარია ის იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი. ახლა ვინც თქვენ დაუმსახურებლად ელოდებით სააღდომო პრემიერს, უკვე იცით, რომ მას არა მხოლოდ თქვენი შვილების სიცოცხლე და ჯანმრთელობაც ფეხებზე კიდია. შეიძლება რომ დავიც გითხრათ. ნახოთ, ხო ის მოვლენები როგორ იცვლება ცხოვრებაში. აბსოლუტურად რო არ ველოდებით ისე. დღეს ასე პირდაპირ ძეზე და ყველაზე საუბარს არ ვაპირებ, ვინც მიირთვით. არც რუსი ბორიას რუსული კუკლების თეატრში რაღაც პერესტანოკების ანალიზით დაგღლით. დამალული რასაც არ უნდა აკეთებდეს, რა თქმა უნდა რუსების მითითებით ყოველთვის ისე აკეთებს, რომ საბოლოო ჯამში დავალების შესრულების შემდეგ თავარი სარგებელი ნახოს. პირადი უსაფრთხოება ძალაუფლების შენარჩუნება. ახალმა ზუსტად იცის, რომ რუსული რეჟიმის შესანარჩუნებლად და საკუთარი უსაფრთხოებისთვის აბსოლუტური დიქტატურა სჭირდება. მას ჯალათი პუტინივით ნავთობი არ აქვს. არც ლუკაშენკოსავით ეკონომიკა, არც იმდენი ფული, რომ დიქტატურას სოციალური მოჩვენებითი კეთილდღეობით ყვებოს. რაც აქვს ჯერ ყოფილი ეგრეთ წოდებული ბიუჯეტნიკების გამოსაკვებად, ხარებას კომუნის და მარბილთა რაზმების დასაპყრობად, პროპაგანდისტების ზომბირებისთვის და ბიზნეს ელიტისთვის. ვინც მასთან არ არის, მათთვის დიქტატორული კანონები მოიგონა, რომელიც რა თქმა უნდა პირველ რიგში მათ დასაშინებლად, ვინც ახლა მის მონურ მორჩილებაშია და ნამუს ღირსებაზე რუსული ნეხვით ახლა უკვე სკინტელი აქვს წაყრილი. რუსული მოწყობის ტვინში ფიქრობს, რომ 2030-მდე კი არა, უფრო მეც მიგორდება. ხეებს დაათრევს, ბაღებს აშენებს, აკვარიუმიც აქვს, საკუთარი ზოოპარკი, საკუთარი პოლიტიკური ფერმაც, ფილოსოფოსობს ან კარის ფილოსოფოსის ვითომ ბრძნულ აზრებს აფქვევს. ხანდახან როცა სჭირდება, ვაჟას ციტირებს, მაგრამ მე რა რომ სულ არ იცის ვაჟას არსი და რადგან არ იცის, შესაბამისად ბუნების ვითომ მოყვარულმა არ იცის, რომ ბუნება მბრძანებელია. არ გეგონოთ ბევრივით ფილოსოფოსებაზე პრეტენზია მაქვს, ან ვინმეს ვაჟას შეცნობაში ვეჯიბრები. ჩვენ გვყავს ადამიანი, რომლის ფასიც ჯერ შეიძლება ჩვენ კიდევ კარგად არ ვიცით. თავის დროზე რა ალბათ, როდესაც ილია ჭავჭავაძე თავის პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა თუ თავის მიმართვებს აკეთებდა საზოგადოების წინაშე 19 საუკუნეში, ხო? მას ჰქონდა ძალიან დიდი ფასი და ძალიან დიდი როლი ჰქონდა მის სიტყვას. ძნელბედობის ჯამს ღმერთი ქვეყანას მოულენს ხსნელს. და ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ასეთი ადამიანი ღმერთმა მოგვივლინა. მას ხან ილია უწოდეს, ხან ექვთიმე, ესეც არ იკმარა და საკუთარი თავი მესიად გამოაცხადა. მესიანებზე ქართული მართლმადიდებლური ეკლესია გამახსენდა, დედა ეკლესია. ეკლესიაზე და დედაზე მოგვიანებით, მანამდე კი მასზე ძლევამოსილი და გავლენიანი ორი დიქტატორი. ის 42 წელი მართავდა მიტაცებულ ლიბიას. მას ბოლომდე ეგონა, რომ ყველას და ყველაფერს აკონტროლებდა. ერთი შეხედვით ის არაბული გაზაფხულის ტალღასაც მომზადებული შეხვდა. გაუქმებული არჩევნები, არანაირი კრიტიკული აზრი, არც მედია, არც ოპოზიცია, არც სასულიერო ლიდერები, პოლიტპატიმრებით გადაჭედილი ციხეები, დაბეჭავებული ხალხი. მე რაც მოხდა და როგორც მოხდათ, იცით. ასეთ ციკლს მე პირადად მხოლოდ პუტინს ვუსურებ. ხალხის მიერ დიქტატორის სიკვდილით დაჯიდან 3 წელი იყო გასული, როდესაც ეგვიპტელმა წერამმა მუჰამედ მულესეულმა, რომელიც სოფლიოში ქალის ფსევდონიმით იასმინა ხადარათი არის ცნობილი, რომანი დიქტატორის ბოლო ღამე გამოსცა. კადაფის შინაგანი მონოლოგი, სადაც რეალობა შეგნებულად არის დამახინჯებული, თუმცა შეფასებელთა აზრით, მიუხედავად იმისა, რომ რომანი დოკუმენტალისტიკა არ არის, ფსიქოლოგიურად დამაჯერებელია. წერლის წარმოსახვაში ერთდროს ხალხის ჭარბისდობის პატრონი, უპირობო ლიდერი ერის მამა, თვითყოფადობის იდენტობის გადამრჩენელი, სიცოცხლის ბოლო ღამეს ასეთ რამეს ამბობდა. მე დიქტატორი არ ვარ, მოუდრეკელი გუშაგი ვარ, მგელი ვარ, რომელიც თავის ლეკვებს ეშვებით იცავს. მოუთვინიერებელი ვეფხვი ვარ, რომელიც აფსამს საერთაშორისო კონვენციებს იმისთვის, რომ საკუთარი ტერიტორია მონიშნოს. არ ვიცი რა არის ქედის მოხრა, მოკუნტვა და მიწის ყურება, როდესაც ადამიანი ზემოდან გიყურებს. ყოველთვის თავაწეული ვდგავარ, ფეხით ვთელავ სამყაროს ყველა ბატონს და მათ ლაქიებს. ხალხი მეგალომანიაკს მეძახის, თუმცა არაჩვეულებრივი არსება ვარ. მე შემიძლია ჩემი საქმე რწმენად გადავაქციო. ის მსოფლიოს ბევრ ლიდერს იცნობდა
და ბევრზე ხელი ქონდა ჩამორთმეული. განსაკუთრებული სიახლოვე კი რუმინეთის უკანასკნელ ბელად ჩაუშესკოსთან ქონდა. ჩაუშესკო მმართველობის პირველ წლებში რეფორმატორიც კი იყო. მოგვიანებით მას ერის სინათლის წყაროს, კარპატების გენიოს და აზროვნების დუნეის უწოდებენ. ადამიანს, რომელიც 500 წელიწადში ერთხელ იბადება. ჭარბინდობის პატრონის ტირანად და დიქტატორად გადაქცევას არაფერი მოასწავებდა. ქვეყნის რეგიონალური ტერიტორიული მოწყობის რეფორმის გატარების მხარდასაჭერად მან ნაციონალისტური იდეები ხელოვნურად გააღვივა. უსაფრთხოების სამსახურის სეკურიტეტე გააძლიერა და ბევრი რეპრესიების მანქანა ყველას შეეხო. 70-იან წლების დასაწყისში ჩაუშესკოს მთავარი საყრდენი პარტია ძალოვანები და უსაფრთხოების სამსახური იყო. 19 წლის შემდეგ თავდაცვის მინისტრი ტიმიშოარაში სასულიერო პირის დასაცავად ქუჩაში გამოსული ადგილობრივების დახვრეტის ბრძანებას მიიღებს, რაც გაღატაკებული, დაბეჭდებული ხალხის მოთმინებაში ბოლო წუთი აღმოჩნდება. რუმინეთის რევოლუცია ჩაუშესკოს 24 წლიან დიქტატურას დაასრულებს. 1971 წელს ბელადმა ჩინეთში, მონღოლეთში, ჩრდილო კორეასა და ვიეტნამში იმოგზაურა. აზიური ტურნედან დაბრუნებულმა იქაური აბსოლუტური კონსოლიდირებული მმართველობის რუმინული მოდელის მშენებლობა დაიწყო. კომპარტიის პლენუმზე ივნისის თეზისები დაამტკიცა. პარტიის როლის გაზ და პოლიტიკური იდეოლოგიური სწავლების გაძლიერება ყველა ტიპის სასწავლებელში, პროპაგანდის გაზ და ტელევიზიასა და რადიოში, ცენზურა კინოში, თეატრში, მწერლობაში, ხატვრობაში. რამეს ან ვინმეს ხომ არ გაგონებთ, მაგალითად რუსბორიას და მის განდიდებას, ან თუნდაც დიქტატორულ კანონებს, აბსოლუტურ ცენზურასა და ყველაფრის კონტროლზე. მეგალომანიაკის სეკურიტეტა ყველას და ყველაფერს აკონტროლებდა. ბელადი და რუმინეთი გაიგივებული იყო. ციხეები პოლიტპატიმრებით გადაიჭედა. ნებისმიერი პროტესტი, თუნდაც სოციალური, რომელმაც 80-იანებში მეტა გარეძალებს დაბრალდა. რუმინელების მონობას უკიდურესი სოციალური გაჭირვება დაემატა და ეს მაშინ, როცა რეჟიმის წევრები დიქტატორის ოჯახის სანათესაო ელენა ჩაუშესკოს მეთაურობით სრულ განცხრომასა და ფუფუნებაში ცხოვრობდა. 80-იანებში მეშახტეების გაფიცვას ქარხნების და ფაბრიკების მუშები შეუერთდნენ. ხელვარებას ურის ბუნტი ეწოდა. სეკურიტეტემ ყველა მეთოდით ბუნტი ჩაახშო. განდიდების მანით შეპყრობილმა სოფლების განადგურების ხარჯზე აგროსამრეწველო ცენტრების შექმნა დაიწყო. რუმინელი გლეხის უკმაყოფილება დიდ პროტესტს არ მოასწავებდა, მაგრამ რეფორმის მოწინააღმდეგე რიგითი მღვდელი ქალაქ ტიმიშოარას ეპისკოპოსმა სხვა ქალაქში გადაიყვანა, რასაც მრევლის პროტესტი მოყვა. 99 წლის 16 იანვარს ხალხი ქუჩაში გამოვიდა. ეთნიკური უნგრელებით დასახლებული ქალაქის პროტესტი ერთ დღეში სოციალურ პროტესტად გადაიქცა. მომიტინგემა ჩაუშესკოს გადადგომაც მოითხოვეს. პროტესტის ტალღა იზრდებოდა 17 იანვარს აქციის დახვრეტის ბრძანება გაიცა. რამდენიმე დღეში ბრძანების ერთ-ერთი შემსრულებელი თავდაცვის მინისტრი საკუთარ სახლში სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს. თუმცა მანამდე 18 დეკემბერს დიქტატორი ირანში გაფრინდა. 20-ში მან ძალოვანებს ტელეფონით ახალი ბრძანება მისცა. დემონსტრანტებს გაუფრთხილებოდ ესწროლეთ. 21 დეკემბერს კი რეჟიმმა ბუხარესტში მთავარი მოედანის საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებით გაავსო. 100,000 ადამიანი იმის დემონსტრირება უნდა ყოფილიყო, რომ მას სინათლის სხივს ხალხი მხარს უჭერს. სიტყვით გამოსვლა რამდენიმე წუთის დაწყებული ჰქონდა, როდესაც ხალხის სიღრმენა შეძახილი ტიმიშოარა გაისმა. Aceste mare manifestări populare din București, considerând aceasta ca o არანოით შეპყრობილმა ცოლქმარა ბუხარესტი ვერტმფრენით დატოვეს. 25 დეკემბერს სამხედრო ტრიბუნალმა დიქტატორს და მის მეუღლეს სიკვდილით დასჯა გამოუტანა. სამხედრო გარნიზონის ეზოში ჯარისკაცების ტუალეტის კედელთან 24 წლიანი დიქტატურა 30 ტყვით დასრულდა. რევოლუციამდე დიდი ხნით ადრე რუმინელი მწერალი ალექსანდრუ ივასიუკი წერდა. რუმინეთი არის ქვეყანა, სადაც 20 მილიონი ადამიანი შეშლილის წარმოსახვაში ცხოვრობს. ვაი, სუნი აქვს ზუსტად ის ძველი მანქანის სუნი გამახსენდა, რა კარგია. რატომ ან ვისთვის მოვყევი ორი ტირანის ეს ისტორია? მხოლოდ გრუზინჩიკებისთვის, ვისაც ჯერ კიდევ გონიათ, რომ ისაც ახლა აქვთ მუდმივად იქნება. ვისაც ჯერ კიდევ გგონიათ, რომ ვიღაცის წარმოსახვაში არ ცხოვრობთ ეს მაშინ, როდესაც ამ მეგალომანიაკალურ წარმოსახვაში არავინ არ ხართ. ვისაც გგონიათ, რომ ახლა ღირსება გაქვთ, ვისაც გგონიათ, რომ ცუ პატრიოტიზმს ყავთ, ქრისტიანობას ამოფარებულები, ფონს გახვალთ. ვისაც გგონიათ, რომ პოლიტიკოსი ქალის გაშიშვლება თქვენ არ გეხებათ. ვისაც გგონიათ, რომ პოლიტპატიმრების დედების ტირილი თქვენ არ გეხებათ. ვისაც გგონიათ, რომ დედა და ქალი მხოლოდ გრუზინულ ღიბზე დატრიალებული ყანწის შესმული სადღერძელოა. ვისაც გგონიათ, რომ ტრადიცია სუფრის აკადემია, სადაც პირველ-მეორე სადღერძელო ყალბმშვიდობის და დედა ეკლესიის უნდა შეისვას. ეკლესიის, რომელიც სიყვარულისგან დაიცალა და მისი ადმინისტრაცია, ისევე როგორც დამპალ რუსეთში რეჟიმის ქვეკანტორად იქცა. ფსევდოპატრიოტულმა რეჟიმმა ნელ-ნელა ვითომ ღირსებით და
ორფეხზე დგომით ყველაფერი განადგურა, რაც ქართველობის იდენტობაა. ბოლოს კი დედას ქალს მიადგა. რეჟიმმა ზუსტად იცის, რატომ ებრძვის ამწარებს დაშიშვლებს ქალს დედას. დედაენა, დედამიწა, დედასამშობლო, დედაშვილობა, დედაბოძი, ქართლის დედა უნდა გაშიშვლეს, დამცირდეს, განადგურდეს. ბოლომდე ყალბი უნდა გახდეს, რომ მერე დასაცავი და სადარდებელი აღარაფერი იყოს. მეგალომანე კი არ გეგონოთ, მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ მე პირადად ასე მგონია. არც ის იყო შემთხვევითი, რომ დეჰუმანიზებულმა რეჟიმმა საპატიმოში 4 შვილის დედა ქალებს გააშიშვლებინა, ვინმე ნინოს, ვინმე სალომეს. მარტო ელინეს კი არ მიაყენა ამით შეურაცხყოფა, არა, ისინიც გაანადგურა. მე რა რომ მათი ოჯახის წევრობა, მეგობრებმა, მეზობლებმა ამის შესახებ ჯერ არ იციან. იმედია, ახლა მაინც მიხვდებიან. რეჟიმის რუსული ფილოსოფიით ქალი დედის განადგურება მხოლოდ დახურულ სივრცეში კი არა, გარეთ საჯაროდაც უნდა ხდებოდეს და ამიტომ პირდაპირ ეთერში ახლა ქალი ანადგურებს საქართველოს ღირსებას, ქართულ მეომრებს. ქალის შეკისტური ხელით მორალურად ნადგურდება მეომარი სული. მე რა რომ ერთდროს პარლამენტს სოლაკის ქედიდან ბატონი შუშის ჯურღმულის გარდა ქართლის დედაც დაყურებს. და ამ დროს სად არის დედა ეკლესია, მისი მმართველი ადმინისტრაცია. ალბათ ახლა ვიღაცა დიდი რუდუნებით ღამებს ათენებს საავდგომო ეპისტოლეს წერაში. სულ არ გამიკვირდება რომ დედის ტირილზე და ქალის გაშიშვლებაზე არაფერი იყოს ნათქვამი. რამის თქვა რომ დომოდა ვინმეს ერთ ქადაგებაში მაინც ახსენებდა დედების ვარამს, უდანაშაულო რეჟიმის პატიმარი შვილების სასამართლოზე ნახოს უფლებას რომ არ აძლევენ. სანაპიროზე მდგომი შენობა რომ მხოლოდ შენობა არ იყოს, კი არ შესთხოვდა რეჟიმს კაცრად ამბიონიდან მოსთხოვდა ტერორის დასრულებას. მაგრამ ამბიონი ხომ ახლა იმისთვის არის რომ რეჟიმის თავკაცები ურცხვად ავიდნენ აღდგომის ღამეს და იქიდან იქადაგონ ბოდვა მოჩვენებით მშვიდობაზე და არარსებულ სიყვარულზე. ყველაფრის უფლების დამკვიდრება ხდება ზნეობრიობის უგულველყოფით და ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობის დაკარგვით, მისი შინაარსის სრული სახეცვლილებითა და გაუგოღმართებით. ამიტომაც არის რომ თავისუფლების, სიყვარულის, ადამიანის ღირსების შესახებ ყველა საუბრობს, მაგრამ დღეს უკვე რადიკალურად განსხვავებული მნიშვნელობით. ჩვენთვის თავისუფლება ნიშნავს საკუთარი თავის შეცნობას, სრულყოფისაკენ სწრაფვას, ჩვენი სულის სიღრმეში ღვთის ხატად შექმნილი ჩვენი დაფარული მეს პოვნას. ეს ამონარიდია 2023 წლის საავდგომო ეპისტოლიდან და თუ ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი, იზოლატორში გაშიშვლებული ქალი, სასამართლო დარბაზში არ შეშვებული ემიგრანტი დედა არ იწვევს ეკლესიის აღსფრთებას? თუ სახელმწიფო ამ შემთხვევაში რეჟიმი დანაშაულს შედის, ხელებს პილატესავით იბანთ. ნეტად დარჩა მან ვინმე ვინც სადღაც გულის სიღრმეში ფიქრობს, რომ ეკლესიის დუმილი ადამიანთა დევნაზე, წამებაზე და სისტემურ დანაშაულზე ქრისტიანული შინაარსის სახეცვლილება და გაუგოღმართებაა? რამ დაგადუმათ, რამ გამოგვიტათ სიყვარულიდან, როდის დაივიწყეთ თავისუფლების, სიყვარულის და თანასწორობის იდეისთვის ჯვარცმული. მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და განსხვავებული აზრების მიუხედავად შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება. ესეც ამონარიდია 2024 წლის საავდგომო ეპისტოლიდან და ვის მიემართებოდა? ნაცემ დატერორებულ დასისხრემულ ადამიანებს, მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოს სიყვარულით ერთიანად იდგნენ და დგანან ქუჩაში, თუ რუსულ რეჟიმს, რომელიც დევნის თავისუფალ მოქალაქეებს ეკლესიაში შეყვა რუსული წიხლის მისაყოლებლად. არც მქადაგებელი ვარ და არც ღვთისმეტყველი, არც თეოლოგი, მცოდნეს ვკითხე ვიმეცადინე და დადუმებულ სანაპიროზე საუბარს ამით დავასრულებ. მოციქული გვეუბნება, ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. კითხვა მაქვს თავისუფალი ადამიანებისთვის არაფერია ნებადართული და სრულქველმოქმედისთვის, სრულ ილიასთვის, სრულ ექვთიმესთვის, სრულ მისიისთვის, მისი დანაშაულებრივი სინდიკატისთვის, მარბელი ხარებასთვის ყველაფერი ნებადართულია? ისე ნუიზამთ რომ ბოლოს ტაბაჩნიკ კირილესავით ტერორი და მკვლელობა ოფიციალურად აკურთხოთ. სვეტიცხოვოში რომ წყალი ჩავიდა, იქნებ ეგიცი ახალგაზრდების ბრალია ქუჩაში რეჟიმს რომ აპროტესტებენ. გონიათ რომ გელათის განადგურება ამ რეჟიმის ბრალი არ არის? ეგ არის მათი ღირსება, ჭეშმარიტი ქართულობა, ენის მამულის სარწმუნოების დაცვა. როდის უნდა მიხვდეთ რომ რეჟიმს მაშინ ახსენდებით, როცა პოლიტიკურ კრიზისია, სადაც გინდათ იქ შეიკრიბეთ და ის ანგარიში ჩააბარეთ ერთმანეთს ფოტოებით და ვიდეოებით. ქართული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ძეგლი თავზე ჩამოგექცეთ და ისევ მაშულ რგოლად ევლინებით რეჟიმს. იქნებ რამეც გამოივაჭროთ. ალბათ ეს არის ღირსება, ხარაჩოებში დაპატიმრებული გელათი კი იმის მაგილად რომ ქართული იდენტობის სიმბოლო ყოფილიყო 21 საუკუნის მსოფლიოში, ახალ რუსი ბორიას მიერ დატყვევებული, რუსულად უფრო კარგად გაიგებთ კლეტკებში ჩასმული საქართველოს გრუზიის სიმბოლოა. გრუზინებო, ახლა იცით რომ რუსი ბორია 13 წელი რუსულ ნექს რომ აჭმევს დიდი კოვზით გრუზიას, თქვენც ლამაზად მიირთმევდით. უბრალოდ აქამდე გეგონათ რომ ეგ ნეხვით კბილი იყო. ახლა ხო გაიგეთ გემო, ჯერ სათხართ საპუტინოში ბიძინეს გრუზიაში ყველაფერი წინ გაქვთ. ასე გააგრძელეთ და აქვე ჭავჭავაძეზე ვითომ უმოქმედო ოკუპანტის საელჩოში დოლგრამოზე დენპაბედის იმღერებთ.
იმაკის პარკში გაისეინეთ რუსული პროპაგანდის ინფორმაციით საცხრამაისოთ რომ გარემონტდა. В Тбилиси к 80-летию Великой Победы обновляют Центральный парк ветеранов. Полоски უკვე ტრადიციული კითხვა რა არის ის ერთი რამაც ძალიან უნდა გაგაბრაზოთ რომ ივანიშვილის რეჟიმი სანაგვეზე გაუშვათ რომ ერთხელ და სამუდამოდ თქვათ საქართველოს ივანიშვილის გარეშე და არა მხოლოდ თქვათ იმოქმედოთ კიდევაც მაგრამ უცებ გამახსენდა რომ ბავშვების სიკვდილი დედის ტირილი ქალის გაშიშვლება არ გაგეპროტესტებია გრუზინო რადგან შეთვის მთავარი ხომ საკუთარ კვადრატში ნეხში კოტრიალია ხო და იკოტრიალე ნეხში და სვი რუსული სკინკლი.